მოგესალმებით. ეთერშია არხი სანგეითს თბილისი. როგორც ყოველთვის მოგესალმებით დიდი სიყვარულით, დიდი მონატრებით. სანამ გადავალთ ძირითად თემებზე, გახსოვდეთ, რომ ამ დღეებში არის სავსე მთვარეობა, 12 თებერვალი და პლუს მინუს 3 დღე ზემოქმედების ქვეშ ვიქნებით. ცოტა ესეთი ფსიქოლოგიურად, ემოციურად რთული სავსე მთვარეობა, შეიძლება ბევრი დეპრესიაში აღმოჩნდეს, მოერიეთ თქვენ თავს, არ შეეწინააღმდეგოთ, მიყევით ამ ყველაფერს, ამ დინებას და მარტივად გაივლით. როგორც ამბობენ ასტროლოგები, მთვარე და მზე და ურანი რაღაცა 90 გრადუსიან ასპექტს აკეთებს, რომელიც ფსიქოემოციურ დაძაბულობას იწვევს და შეეცადეთ, რომ მაქსიმალური სიმშვიდით გაიაროთ ეს პერიოდი. მერე ცოტა მოგეშვებათ, დღეს ბევრმა მითხრა სხვათას შორის თანამშრომელმაც რაღაცა ლოდი მაწევს გულზე და რაღაცა დეპრესიული ფონი მაქვს და ყველაფერი ეს ენერგიებით არის გამოწვეული. მოგეხსენებათ 2025 წლის ენერგიები არც თუ ისე იოლია, ყველა საკმაოდ ესე მძაფრად ვიგრძნობთ ყველაფერს, ადრე თუ ისე მსუბუქად ვიგრძნობთ, ეხლა ძალიან მძაფრი შეგრძნება გვექნება ყველაფრისა, როგორც კარგისა, ასევე ცუდისა და ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ პოზიტიურად იაზრუნოთ და მშვიდად გაიაროთ ხოლმე ასეთი ენერგეტიკულად რთული პერიოდები. დღევანდელი გადაცემა მინდა დავიწყო ცოტა ისე უკუღმად. ისე არა როგორც ყოველთვის ბოლოში რომ გაძლევდით პრაქტიკას, არამედ თავიდან მოგცეთ პრაქტიკა. ეს არის ტაფტი ქურუმის ნაწნავის პრაქტიკას ეძახიან ყველანაირი სურვილის შესრულებისთვის და შემდეგ გავისაუბროთ უკვე თვითონ რეალობის ტრანსერფინგზე, გავისაუბროთ კვანტურ ფიზიკაზე, როგორც ყოველთვის მის კავშირზე ეზოთერიკასთან, რა არის კვანტური კომპიუტერები, რომლებზედაც ამდენი მithქმა-მოთქმა მსოფლიოში, რითი განსხვავდება ისინი ხელოვნური ინტელექტისაგან და ჩვეულებრივი კომპიუტერისაგან, გვეშინოდეს, არ გვეშინოდეს და ასე შემდეგ. ეს თემები მერე იმიტომ მოვიტოვე, რომ შეიძლება ბევრისთვის არ იყოს საინტერესო, მე ვიცი რომ ბევრი ვარჯიშობს, მეცადინეობს, პრაქტიკებს ასრულებს და ამიტომ ვისაც არ აინტერესებს კვანტური ფიზიკის მიმართულებით ეზოთერიკა, ჩართავს და პირდაპირ ჩვენს პრაქტიკას წააწყდება. რაში მდგომარეობს ეს პრაქტიკა? არსებობს ასეთი ავტორი, ვადიმ ზელანდი. ბევრმა ვინც ეზოთერიკით ხართ დაინტერესებული და საერთოდ რაღაცა იდუმალი გაინტერესებთ, წაკითხული გექნებათ ზელანდის რეალობის ტრანსერფინგი. ძალიან ძლიერი წიგნია, მსოფლიოს ბევრ ენაზეა თარგმნილი, საკმაოდ მოქმედი პრაქტიკები, არაჩვეულებრივი. რაში მდგომარეობს იცით? ავტორი ასწავლის ადამიანებს ცხოვრების ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე გადახტომას. ანუ შეიძლება რაღაც არასასურველ სიტუაციაში იმყოფებოდეს, არასასურველი ხაზით მიდიოდეს მისი ყოფა, ცხოვრება და ასწავლის ისეთ რაღაცებს, რომ ერთგვარად ადამიანმა თავი ამოიგლიჯოს ამ სიტუაციიდან და გადაისროლოს იმ ხაზზე, სადაც ელოდება უფრო კარგი, მაგალითად, სიყვარული, უფრო კარგი სამსახური, უფრო მეტად წარმატებულია და ასე შემდეგ იმ ხაზზე. ბევრ ჩვენთაგანს სჯერა ბედისწერისა და ასეც არის. ბედისწერაც არსებობს ერთგვარად და ერთგვარად თავისუფლების არჩევანიც აგვაქვს. ღრმად ფილოსოფიური და სერიოზული საკითხია ეს იმისთვის, რომ ესე მოკლე ვიდეოში მიმოვიხილოთ. მაგრამ ერთი-ორი სიტყვით მაინც შევეხოთ. მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ამბობს, რაც შუბლზე გაწერია, არ აქცდება. იცით, ეგრეც არის და ეგრეც არ არის. ჩვენ, როდესაც მოვდივართ დედამიწაზე, გარკვეული გაკვეთილები უნდა გავიაროთ. აი მაგალითად, ბუდისტური ფილოსოფიის თანახმად, ვისაც ჯერა ამის, ვინც მიყვება ამას, როგორ არის, იცით? აი ძალიან ისე უტრირებულად და მარტივად. ჯდება მომავალი
ადამიანის სული ანგელოზებთან ერთად მრჩეველები არიან კიდე იქ ასე ამბობენ. ყოველ შემთხვევაში იცით უცხო პლანეტელები ვინც მოდიან კონტაქტზე, შემოდიან კონტაქტზე, ისინიც ამას ლაპარაკობენ, აი ამ მოდელზე ლაპარაკობენ ყოველ შემთხვევაში. ჯდება სული და ეუბნებიან, რომ შენ წინა ცხოვრებაში აი ეს კარმული კვანძი არ გახსენი, ეს არ გახსენი, ეს არ გახსენი, ანუ ცუდად გაიარა რაღაცა ცხოვრების გაკვეთილება. მაგალითად იყო ცუდი შვილი. ურჩი შვილი იყო, მშობლებს პატივს არ სცემდა. მერე გაიზარდა, ну, რაღაცა თავისი ცხოვრების გზით წავიდა, მაგრამ ეს უკვე მას მის კარმაში ჩაიწერა. მშობლებს პატივს არ სცემდა. არაფასებდა, იმიტომ რომ მათ ცხოვრება აჩუქეს. ამიტომ ანგელოზები ეუბნებიან. შენ, როდესაც მატერიალიზაციაში გახვალ, შენ, როდესაც შვილს გააჩენ, შენთან მოვა ისეთი სული, რომელიც შენ პატივს არ გცემს, რომელიც ცუდად მოგექცევა და საერთოდ ცუდი შვილი იქნება და ბევრ არასასიამოვნო მომენტს ნახავ შენი შვილის გამო. რათა გამოისყიდო ის, რაც წინა ცხოვრებაში გააკეთე. მეორე მომენტი შესაძლებელია ადამიანი წინა ცხოვრებაში მკვლელი იყო. მაგალითად, მე ვიცი ესეთი შემთხვევა, როდესაც მედიუმთან მოვიდა დედა-შვილი. დედა და მისი ქალიშვილი. და უთხრეს მედიუმს, რომ ჩვენ ძალიან კარგი დედაშვილობა გვაქვს. ჩვენ ისეთი კარგი დედაშვილობა გვაქვს, ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ ერთმანეთის პატივისცემაში ვართ ყოველდღე. და მედიუმმა ნახა მათი წინა ცხოვრება. აღმოჩნდა რა? როგორც ეს კაცი ლაპარაკობს, აღმოჩნდა, რომ დედა ხომ სხვა სხეულში იყო, მისი სული ხო სხვა სხეულში იყო წინა ცხოვრებაში და შვილისაც სხვა სხეულში. აი იმ დედას მოუკლავს შვილი, მოკლედ, წინა ცხოვრებაში. ოღონდ დედაშვილი კი არ იყვნენ. ისე ვიღაც, არ ვიცი, ახლობლები, ნაცნობები, მოკლედ მოუკლავს. და ამ ცხოვრებაში, რომ გამოისყიდოს თავისი დანაშაული, დედამიწას ახალი ცხოვრება უნდა მოავლინოს, მოევლინებინა. ამიტომ გაჩნდა ქალად და გააჩინა ეს თავისი შვილი, რომელიც ანუ წინა ცხოვრებაში მოკლა. იმ სულმა ის სული მოკლა და ამით გამოისყიდა მას ცხოვრება, ამ ცხოვრებაში აჩუქა, პლუს ძალიან კარგი დედა არის, ძალიან კარგი მშობელი არის, ის კიდე კარგი შვილი და ასე შემდეგ და ორივემ გამოისყიდა თავისი დანაშაული, ასე ვთქვათ. აი მსგავსი რაღაცეები, მსგავსი მომენტები, როდესაც ანგელოზები ეუბნებიან, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიარო, აი ეს წერტილი აუცილებლად უნდა გაიარო და აი ეს წერტილი აუცილებლად უნდა გაიარო. შეიძლება რამოდენიმე წერტილი იყოს. აი ამას ეზოთერიკოსები ეძახიან კარმულ, კვანძურ მომენტებს, რომელიც ადამიანს როგორც წესი არ ასწდება. ახლა ამ ქალისთვის მაგალითად ერთ-ერთი კარმული წერტილი იყო ის, რომ შვილი უნდა გაეჩინა გოგო. და ეს, როდესაც მოდიოდა მატერიალიზაციაში, ზეციურმა ძალებმა იცოდნენ, რომ აუცილებლად გოგო გაუჩნდება და იმ გოგოში, იმ შვილში ის სული იქნება, ვინც მოკლა, იმიტომ რომ კარმულად უნდა გაევლო ეს მომენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკაცრავად. ან ისეთ ოჯახში უნდა დაბადებულიყო ვიღაცა ძუნწი, რომელმაც თავისი სიძუნწე ვერ გამოასწორა, ნაკლებ ქველმოქმედებას აკეთებდა, ნაკლებად ეხმარებოდა ადამიანებს, თუმცა ამის საშუალება ჰქონდა წინა ცხოვრებაში. ანგელოზები ეტყვიან, აუცილებლად დაიბადები ძალიან ღარიბ ოჯახში, ლუკმაპურის ნატრული იქნები, რომ მიხვდე, რომ როგორი კარგია, როცა გეხმარებიან და დახმარების ხელს გიწვდიან. თუ შენ ამას 16 წლამდე გაივლი კარგად, სწორად გამოიტან დასკვნებს, ამ გაკვეთილს სწორედ გაივლი, მერე შენი ცხოვრება უკვე გაიხსნება და ყველაფერი კარგად არ იქნება. ვერ გაივლი ამ გაკვეთილს კარგად, სწორედ. ისევ მოხვალ მსგავს სიტუაციაში შემდეგ ცხოვრებაში ისევ და ისევ, სანამ არ მიხვდები, რომ ეს გაკვეთილი გასავლელი გაქვს ღირსეულად. ასე რომ ჩვენ საუბარი დავიწყეთ იმით, რომ ბედისწერაც არსებობს და თან არ არსებობს, რატომ?
აი ამ წერტილიდან წერტილამდე, კვანძიდან კვანძამდე, რომელიც აუცილებლად თქვენი გასავლელი იქნება, არსებობს კიდე დერეფნები. არსებობს დერეფნები და აი ამ დერეფნებში უკვე არჩევანის თავისუფლება გაქვთ. რაღაც გარკვეულ გზაჯვარედინებზე შეგიძლიათ ან ეს ამოარჩიოთ, ან ის გზა ამოარჩიოთ და რომელიღაცა მიმართულებით წახვიდეთ. აქ უკვე თქვენზეა ღმერთის გამბოძებულია ეს თავისუფალი არჩევანი, რომ დაჯდეთ, დაფიქრდეთ და არჩევანი თავად გააკეთო. ამის საშუალებაცა გვაქვს, მაგრამ კარმულად ის წერტილებიც გასავლელი გვაქვს. თუმცა ამბობენ დიდი ფილოსოფოსები და ეზოთერიკოსები, რომ ყოფილა ისეთი სიტუაციები, როდესაც ძალიან რთული კვანძი უნდა გაიაროს ადამიანმა, ძალიან რთული, მაგრამ ის კვანძი შემსუბუქებულა, რადგან მანამდე საკმაოდ სწორად და კარგად უცხოვრია. მაგალითად, დავუშვათ რაღაცა კარმული კვანძი, აი საბოლოო ავიღოთ, ავტოკატასტროფით უნდა დაიღუპოს ადამიანი, დაღუპულიყო უნდა, მაგრამ იმდენად სწორად გააკეთა ყველაფერი, მატერიალიზაციიდან გასვლას და სიკვდილის წერტილსაც თვითონ სული ირჩევს, რომ აი 83 წელი ვიცხოვრებ და აი ამხელა მონაკვეთს ვიღებ და 83 წელიწადში მე ჩემი სულის დონეს კიდე ერთი საფეხურით ან 10 საფეხურით ღმერთმა იცის მხოლოდ და მხოლოდ ავიმაღლებ და ჩემ კვანძურ გაკვეთილებს გავივლი. თვითონ ინიშნავს ხოლმე, ეს ბუდისტური ფილოსოფიით არის ასე, ინიშნავს ამ ბადას. მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევაში ეს ბადაც გადაიწიოს, თუ ძალიან კარგად ცხოვრობს და სწორად აკეთებს ყველაფერს. აი ძალიან რთულია ესე ერთმნიშვნელოვნად თქვა. ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცა მიმართულებაა, რომელიც აი მოგცემთ დაფიქრების საფუძველს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მაგალითად კარმულად ელოდება ავტოკატასტროფა. ავტოკატასტროფა ელოდება კარმულად, რომ ამ ავტოკატასტროფის მერე შეიძლება უმოძრაოდ იწვეს უკვე თავისი სიკვდილამდე და დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ ისე სწორედ გააკეთა ყველაფერი, ისე კარგად გაიარა თავისი კვანძები და საერთოდ ცხოვრება ღმერთის თვალსაზრისით, თორე ჩვენ რო ვეძახით კარგს რა ვიცით ჩვენ რა ის ღმერთმა იცის რა არის კარგი. ხო და ღმერთის თვალსაზრისით გაიარა ყველაფერი კარგად, შესაძლებელია ის კვანძი ძალიან მსუბუქად გაიაროს და მაგალითად მხოლოდ ფეხის მოტეხილობით გადარჩეს ამ შემთხვევაში. ანუ შეუმსუბუქეს. მე არ ვამბობ და არც ვლაპარაკობ, რომ ეს აუცილებლად ესია ყველაფერი, რასაც ვამბობ. მე მასალას გაძლევთ დასაფიქრებლად, მე ვამბობ ერთ-ერთ თეორიას, ერთ-ერთ ცოდნას, რომელიც არსებობს დედამიწაზე, რომელიცაც უნდა იცნობდეთ. და რეალობის ტრანსერფინგი, ანუ არის საკვანძო კვანძები, რომელსაც გვერდს ვერ აუვალთ და არის ჩვენი თავისუფალი არჩევანიც, რა თქმა უნდა, ამ დერეფნებს შორის. არსებობს გზაჯვარედინები, მაგრამ ტრანსერფინგი, აი მაგალითად რაღაცა ხაზზე იმყოფები. ამ ხაზს რო გაყვე, შესაძლებელია მიგიყვანოს რაღაც არასასურველ შედეგამდე. მაგრამ ტრანსერფინგი, ზელანდიის ტრანსერფინგი გვასწავლის აი ამ ხაზიდან, როგორ ამოვიცნოთ, რომელია ის კარგი ხაზები, კარგი გზები და გადავხდეთ იმ ხაზებზე, გადავხდეთ და ცხოვრება გავიუმჯობესოთ. აი ამ წიგნებში 5 ტომეულში ძალიან კარგად არის მოცემული, როგორ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი მსოფლმხედველობა, როგორ უნდა გამოვცვალოთ, მე რა უნდა გავაკეთოთ, როგორი პრაქტიკები, რომ მოვახერხოთ ერთი ხაზიდან მეორეზე გადახტომა. თურმე ესაც შესაძლებელი ყოფილა. და სწორედ ზელანდი, ვაძიმ ზელანდი, ამ ტრანსერფინგის ავტორმა ესე იგი დაწერა მეორე წიგნი, რომელსაც ქვია ტავტიქურუმი. ქართულად მე არ მინახია ნათარგმნი ეს წიგნი რუსულ ვარიანტში მაქვს, მეც გავეცანი რუსულ ვარიანტში. არ ვიცი გადათარგმნიან თუ არ გადათარგმნიან, მაგრამ წიგნი არის ბრწყინვალე. ბრწყინვალე ცოტა რთული წასაკითხავია, მაგრამ არის ამ წიგნში ერთი ტექნიკა, სურვილის შესრულების ტექნიკა, რომელსაც ნაწნავი ჰქვია. და რაში მდგომარეობს ის, რომ გასწავლოთ დღეს. წარმოიდგინეთ, დღის განმავლობაში ჩვენი მდგომარეობა ზოგჯერ
ფიქრებში ისე წავალთ, ფიქრებში ისე წავალთ საკუთარ თავში, რომ გარშემო სამყაროს ვეღარ ვამჩნევთ ხოლმე. აი ძალიან გთხოვთ, ეხლა მე ორი მდგომარეობა უნდა აგიღწეროთ და თქვენ აუცილებლად გაიხსენეთ ასეთი მდგომარეობა და შეიგრძენით, როდის ყოფილხართ ასეთ მდგომარეობაში. და აბსოლუტურად წასული ხარ საკუთარ თავში, შიგნით იმყოფები და გარშემო, თქვენს გარშემო, აი სამყარო არ არის, ვერ ხედავთ, ვერ აფიქსირებთ, ხო გქონიათ ეგეთი, ისე ღრმად წასულ ხართ ფიქრებში. ეს პირველი მდგომარეობა, როდესაც საკუთარ თავში ხართ და მეორე მდგომარეობა, საკუთარ თავს არ აფიქსირებთ, აი არ ხართ ვერც ფიზიკურად შეიგრძნოთ თქვენ თავს, ვერც აი შინაგანი მდგომარეობა, აბსოლუტურად ხართ გარეთ. აი იმი თქვენი სხეულის გარეთ. ეს ხდება ხოლმე, როცა რაღაცა ძალიან საინტერესოს აკეთებ და იქ ახარ ჩართული. ან ავტომატურად ერთი და იგივე მოქმედებას მონოტონურად იმეორებ. აი მძღოლები ვინც ხართ, ვინც მანქანას ატარებთ, აი აუცილებლად დაფიქრდით, აბა გაიხსენეთ, ხო არის ისეთი მომენტები, ისე მიდიხარ ფიქრებში, ისე იყურები, ან სადღაც ახარ ფიქრებით, ან რაღაც უყურებ რაღაც სიტუაციას, შენ თავს ვეღარ აგრძნობ, ვერ აღიქვავ, ხო არის ასეთი მომენტები. ანუ ჩვენ აი ეს ორი მდგომარეობა კარგად უნდა დავაფიქსიროთ, როდესაც მთლიანად საკუთარ თავში ხარ და როდესაც მთლიანად გარეთ ახარ, სივრცეში ხარ. იქ ახარ შენი ფიქრებით ყველაფრით. და უნდა მოვძებნოთ შუალედური მდგომარეობა ამ ორ მდგომარეობას შორის. შუალედური მდგომარეობა ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც თან საკუთარ სხეულს აფიქსირებ, თან საკუთარ მეს აფიქსირებ, აი როდესაც ამბობ მე ვარ, მე აქა ვარ, მე აი ახლა აქ ვარ, აი ჩემი სხეული და თან აფიქსირებ იმ სივრცეს, რომელშიც იმყოფები. ესე იგი, ორივე მდგომარეობას ვიჭერთ, ორივე მდგომარეობას ვაფიქსირებ ჩემ თავს, ვაფიქსირებ გარშემო სივრცეს, სიტუაციას და ვარ შუაში. ორივე ერთდროულად მაქვს მხედველობაში, ორივე ერთად მხედველობაში მაქვს და სწორედ ამ დროს ხერხემალს ვასწორებ, ჰორიზონტის ზემოთ ვწევ თვალებს, ეს უკვე იცით როგორი აუცილებელია თვალების პოზიცია ესეთ სიტუაციებში და წარმომიდგენია, რომ მაქვს ნაწნავი დაწნული უკან, იქნება ეს კაცი, იქნება ეს ქალი, მოკლედ მაგაკუცი არ აქვს მნიშვნელობა, ნაწნავი დაწნულია და სადღაც ჩამოდის შუაწე, აი ხო რა, სადღაც ბეჭებამდე და უცბად ეს ნაწნავი, აი უკან რომ მოვიდეს ვიღაცა და ეს ნაწნავი აწიოს, აი როგორ შეიგრძნობდით ამას, აი ნაწნავი აწია ვიღაცამ, აწია ასე და გაასწორა ეს ნაწნავი, აი ესე აწია და გაქაჩა უკან. რას იგრძნობდით? აი ეს უნდა შეიგრძნოთ მაგ დროს. როგორ აიწია თქვენი ნაწნავი და როგორ გასწორდა ესე აი სხეულის მიმართ, აი თქვენი სხეულის მიმართ ასე გასწორდა ნაწნავი. და თქვენ ამ მომენტში პლუს კიდე ანათებთ, რაღაცა ნათებაში ხართ. აი ეს მდგომარეობა გიჭირავთ და უნდა წარმოიდგინოთ თქვენი სურვილი. ჩაიფიქროთ სურვილი და დაინახოთ ეს სურვილი. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის გონივრული სურვილი. და რა თქმა უნდა, ტრანსერფინგის მიხედვით, როდესაც გარკვეულ ხაზებზე იმყოფებით და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ აქედან ძალიან შორ ხაზზე ვერ გადახდებით. თუ თვეში მაგალითად თქვენ გაქვთ შემოსავალი 2000 ლარი, აი ამ დღევანდელი წერტილიდან თქვენ უცებ ძალიან იშვიათ შემთხვევებში გადახტებით იმ წერტილზე, იმ ხაზზე, სადაც თქვენ პოტენციალში გაქვთ 100,000 ლარი მაგალითად თვეში, ხო, ანუ მილიონერი გინდათ რომ გახდეთ და 100,000 ლარი გაქვთ თვეში. აქედან აქ გადახტომას ძალიან დიდი ენერგია დაჭირდება, იცით კი ასეთი აკუმულირება ენერგიისა, ან კიდევ დრო, ნელა-ნელა. ჯერ ერთ ხაზზე უნდა გადახდეთ, სადაც 2000 კი არა, 2500 გაქვთ, მე გადახდეთ ხაზზე, სადაც გაქვთ 4000 ლარი და ასე უნდა მიაღწიოთ იმას. ანუ გონივრულად ყოველთვის სურვილი ჩაიფიქრეთ გონივრულად და ის ყოველთვის შესრულდება. მით უმეტეს ამ ტექნიკას თუ კარგად შეასრულებთ.
აი ამას ქვია ტახტი ქურუმის ნაწნავის ტექნიკა, რომელიც მინდოდა თქვენთვის მომეცა. რამოდენიმე დღის წინ ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა და მეგობარმა მითხრა, რომ იცი მონიკა, შენს გადაცემებს როცა უყურებ, ძალიან დაინტერესებული ვარ, მაინტერესებს ყველაფერი და როდესაც მინდა ვიღაცას გაუზიარო, უთხრა ან ამაზე ველაპარაკო, ძირითადად ხალხი მეუბნება, რომ კარგი რა, გაჩერდი, არაფერი არ არსებობს, რა ზღაპრების გჯერა შენ. და მე უთხარი, რომ თუ ადამიანი ამას ზღაპრად აღიქვავს, აღარ შეხვიდე პოლემიკაში, აღარ დაუწყო მტკიცება. მე თუ არ მჯერა, მას თუ არ ჯერა რაღაცის, რაც არ უნდა უმტკიცო, როგორი არგუმენტირებული საუბარიც არ უნდა გქონდეს, მას არ უნდა და არ გაიგონებს. ის, ვისაც უნდა, თვითონ ეძებს ინფორმაციას, თვითონ მოდის და მასთან მოდის ინფორმაცია. სამყარო იმ წუთში ხედავს რა გინდათ და თქვენთვის ეს ინფორმაცია მზად აქვს და გაწოდეთ. ყველა დამეთანხმებით, ვინც დაინტერესებული ხართ აი იმ მსგავსი თემებით, აბსოლუტურად ყველა დამეთანხმებით, აი როდესაც ძალიან გულით და სულით გისურვებიათ, რომ მე მინდა ვაიმე აი ეს ინფორმაცია გინდათ რაღაცა და უცბად გახსნი ვიდეოს, ან რაღაცა წიგნი შეგხვდება, ან სადღაც წარწერა იქნება ამ ინფორმაციის თაობაზე. რამდენჯერ ვთქვა, ვაიმე აი გავიფიქრე ღმერთო, ისა ნეტავი რა საინტერესოა ამაზე, გავხსენი და ზუსტად ის თემა არ შემხვდა. ეს შემთხვევითი კი არ არის. სამყარო აფიქსირებს თქვენს სურვილს რაღაცის ცოდნის თაობას და ზუსტად იმ ინფორმაციას გაწოდით. ამიტომაც ეს გადაცემები მსგავსი ტიპისა კიდე 1000 ადამიანი აკეთებს, 100,000-ობით ადამიანი აკეთებს ესეთ თემებზე გადაცემებს და აუცილებლად წაწყდება ის ადამიანი, ვისაც აინტერესებს. ვისაც არ აინტერესებს, უბრალოდ გადართავს, გადავა და სხვა თემებს მოძებნის. მაგალითად, მესენჯერში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება, ჩემი გამომწერები, ძალიან ბევრი რაღაც კითხვებს მაძლევენ, გვაქვს დიალოგები, ძალიან საინტერესოდ ვსაუბრობთ ხოლმე, იმიტომ რომ მომყვებიან, იცით, როგორც ხედავთ, თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ მე ხშირად არ გამოვდივარ ეთერში, რადგან აუცილებლად უნდა იყოს დრო, რომ ის გარკვეული ტექნიკა ადამიანმა აითვისოს, იმათთვის კეთდება სწორედაც, რომ ჩვენ ჩანს კიდევაც, რომ არ მივდევთ აქ გამომწერების რაოდენობას და მოწონების ნიშნების რაოდენობას. არა, ჩვენ თანამოაზრეთა გუნდს ვკრებთ, ნელ-ნელა თანამოაზრეებს, ვისაც აინტერესებს, ვისაც უნდა, ვინც მომყვება ნელ-ნელა აკეთებს, ვარჯიშობს. ხო, მარტო ვიზუალიზაციის ვიდეოს რომ გადავავლოთ თვალი, იქ 8-7 თვე მაინც დაჭირდება ადამიანს, რომ კარგ შედეგებს მიაღწიოს და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებელია ამ ვიდეოებს შორის დრო, რომ ადამიანმა მოასწროს და წამომყვეს. ძალიან ბევრი მწერს, ვხედავ რომ ბევრია დაინტერესებული და მადლობა უფალს, ძალიან გახარებული ვარ ამით. საზოგადოება იღვიძებს ნელ-ნელა და აი სწორედაც, როდესაც თიკო მითხრა მე, რომ მეუბნებიან არ მჯერა და ამ ზღაპრების ნუ გჯერა, მე ვუპასუხე, რომ თიკო, ნუ შეხვალ პოლემიკაში, ანუ ადამიანმა ან ისე უნდა დაიჯეროს, არანაირი აი უბრალოდ როგორც აი მჯერა და მორჩა, სჯერა, უნდა და სჯერა და მეორე ვარიანტი არის ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს ფიზიკა. და მით უმეტეს ეს ჩვენი კვანტური ფიზიკა ეხლა რო შემოვიდა და ესე რო იდგავს ფესვებს და სულ ახალი აღმოჩენები და ახალი აღმოჩენები, კვანტური ფიზიკაში თუ ერკვევა ადამიანი თუ იცის, რა თქმა უნდა ეჭვიც არ შეეპარება ყველაფერ ამაში, რაზედაც მე ვლაპარაკობ და რაზედაც ჩემნაირები საუბრობენ კიდე ერთი წუთით, იმიტომ რომ ეს იგივე კვანტური ფიზიკაა. უკვე ეს ყველაფერი გამოჩნდა, უკვე ეს ყველაფერი ფაქტია, ხო? სადაც ისა ნაწილაკი ამ სამყაროში რომ გაქრება და იმ სამყაროში რომ გაჩნდება და მე უკან რომ წამოვა და ეს ფიზიკურად რომ დადასტურდება. რა თქმა უნდა, მე ის მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსი მიჩიო კაკუ არა ვარ, რომ ესეთ დონეზე ახსნა ყველაფერი და ესეთ დონეზე დავდო. ეს არის ისეთი ფიზიკოსი, რომელიც აი სწორედაც რომ აი ესეთ კვანტური ფიზიკის და არა მარტო კვანტური ფიზიკის მომენტებს ისეთი გასაგები ენით ხსნის, მოусმინეთ მას, აი ამას წინათ ქონდა ძალიან კარგი
ჩანაწერი და ხსნიდა მაგალითად ჩვეულებრივი კომპიუტერი, კვანტური კომპიუტერი და კიდე რომელი კომპიუტერია და ხელოვნური ინტელექტი რით განსხვავდება ერთმანეთისაგან. მე ახლა რატომღაც ტრანსერფინგზე გამიგრძელდა საუბარი, ვისაც გაინტერესებთ, აუცილებლად გავაკეთებ ამ მათ სხვაობაზე გადაცემას და შევეცდები კიდე ერთხელ ვამბობ, მიჩიო კაკუ არა ვარ რომ ესე ძალიან მარტივად, აი სოფლიოში მაგით არის ცნობილი, რომ ძალიან რთულ ფიზიკურ რაღაცებს ძალიან მარტივად ლაპარაკობს ხოლმე ეს კაცი და ის ადამიანი, ვინც ფიზიკაშიც არ ერკვევა, ის ადამიანიც კი ის ხვდება რას ამბობს ის კაცი, იმიტომ რომ საკმაოდ რთულ რაღაცებზე ლაპარაკობს და ხო და თქვა სხვათა შორის რომ ერთ-ერთ ძალიან დიდ მეცნიერს უთქვამს რომ კვანტური კომპიუტერიო როდესაც გამოთვლებს აწარმოებს ის პარალელურ სამყაროშიც მუშაობს. აი უკვე ფიზიკოსები ამას ესე პირდაპირ ღიად ეს ბოლო 10 წლეულებია ამბობენ პარალელურ სამყაროებზე ლაპარაკობენ ნაწილაკ ის გადასვლა გადმოსვლაზე ლაპარაკობენ შროდინგერის კატა როგორი პოპულარული გახდა ხო? ამით ხსნიან ეს სხვათა შორის კვანტური კომპიუტერის ზე როცა ვისაუბრებთ, აუცილებლად ვისაუბრებთ შროდინგერის კატაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ან კვანტური ფიზიკა უნდა იცოდე კარგად, ან უბრალოდ უნდა გწამდეს და გჯეროდეს ამ ყველაფრისა. ან უბრალოდ ერთი-ორჯერ რაღაც პრაქტიკა უნდა გააკეთო და შედეგი დაინახო. რატომ არის ეს ყველაფერი ესე დახრული? ჩვენს ტვინს ისეთი პოტენციალი აქვს, ისეთი ძლიერია მიტოქონდრიების ენერგიები, რომ შეგროვდეს ჩვენს ორგანიზმში და ტვინმა 100% გახსნას ეს პოტენციალი. აი გადატანითი მნიშვნელობით არ ვამბობ, შეიძლება ჩვენმა ენერგიამ აიღოს დედამიწა და გადადგას. იმხელა პოტენციალი გვაქვს ტვინისა, ტვინს აქვს კოლოსალური. ვერც ერთი კომპიუტერი რაც არ უნდა შეიქმნას, მაინც ვერ გადაუსწრებს ჩვენი ტვინის შესაძლებლობებს. მაგრამ სოფლიო მთავრობას, ჩრდილოვანს, დიახ, კონსპირაციული თეორია რომლისაც მე მჯერა, ის არსებობს და არ აწყობს, რომ მე თქვენ იმან გამოვიღვიძოთ, გამოფხიზლდეთ და ნამდვილად გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. დღეს რაღაცას ვეწვალებით, პატარ-პატარა პრაქტიკებს ვაკეთებთ, საზოგადოების ნაწილმა გაიღვიძა, მიხვდა რომ ეზოთერიკა ეს მეცნიერებაა და რაღაცა ზღაპარი არ არის, ნელ-ნელა ხდება ეს პროცესი, მაგრამ ეს პროცესი უკვე შეუქცევადია. ხალხი ფხიზლდება, აუცილებლად გამოფხიზლდება მსოფლიოში რაოდენობა მოიმატებს, იმიტომ რომ თვითონ დედამიწა მოითხოვს ამას. ცოტა გამიგრძელდა საუბარი, ამიტომ მოდით მსოფლიო მთავრობაზე, კვანტურ კომპიუტერებზე, იმაზე თუ ჩვენი ტვინი როგორ არის მოწყობილი, რამდენია ჩვენს ტვინში რეპტილოიდური მომენტები, რამდენია ნეოკორტექსი, რომელიც პასუხობს მაგალითად შემოქმედებით მხარეს, ჩვენი ცხოვრების შემოქმედებით უნარებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერებისათვის და რა არის რეპტილოიდური და საერთოდ რატომ გვაქვს რაღაც გარკვეული ნაწილი ტვინისა რეპტილოიდური, რატომ გვაქვს ესეთი შემოქმედებითი რა ექსპერიმენტი ვართ, რას გვეუბნებიან უცხო პლანეტელები, უცხო პლანეტელებსაც აქვთ თავისი მოსაზრება, დაკვირვებები და ყველაფერი და ამბობენ როგორ შეიქმნა დედამიწაზე ადამიანი, რანაირად განვითარდა ყველაფერი და მოდით ეს ყველაფერი მომავალ გადაცემაში მიმოვიხილოთ. თუ გაინტერესებს, დამელოდეთ, აუცილებლად მოვამზადებ და შევხვდეთ ერთმანეთს. ეხლა ამით გემშვიდობებით, გააკეთეთ ეს პრაქტიკა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ეს შუალედური მომენტის დაჭერა გაგიჭირდებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ მიხვდებით, რას ვამბობ, აი ბევრ რაღაცას სიტყვებით რომ ვერ ახსნი ეზოთერიკაში ისე ხდება ხოლმე, მაგრამ თუ მიხვდებით ეს შუალედური მომენტი როგორ დაიჭიროთ, პრაქტიკა ძალიან ძლიერია. აი შუალედური მომენტი კიდევ ერთხელ სხეული დააფიქსირეთ, თქვენი სხეულის სივრცეში,
ორივე ერთად შეიგრძენით, გარშემო სივრცე დააფიქსირეთ, მე ვარ, თქვით, დააფიქსირეთ ეს და დანარჩენი მე უკვე შედარებით იოლია, თვალებსაც აწერთ და იმ ნაწნავის აწევასაც იგრძნობთ და სანამ სურვილზე ფიქრობთ, სანამ წარმოიდგენთ როგორ სრულდება თქვენი სურვილი, ან სლაიდი ჩადგით, შეიძლება სლაიდი ჩადგათ. სლაიდის ჩადგმა რას ნიშნავს იცით, სიცოცხლე დინამიკაში კი არა ხართ იმ კადრში, რაც გინდათ, აი დინამიური კი არ არის, როგორც ფილმი კი არ არის, შესაძლებელია საბოლოო შედეგი სლაიდი ჩაიდგათ. მაგალითად, თქვენ გინდათ რაღაცა კომპანიის მმართველი გახდეთ და შეიძლება ესეთი სურათის სახით წარმოიდგინოთ, აი თქვენ დგეხართ უკვე თქვენს კაბინეტში და თქვენ გილოცავენ, აი ხელს ართმევთ უკვე ვიღაცას, რაღაც კონტრაქტი გააფორმეთ, კმაყოფილი ხართ, ბედნიერი ხართ და ეს სურათის სახით ჩადგათ. თქვენი თვალების წინ ჩაიდგათ. ამას ქვია სლაიდის ჩადგმა. სხვათა შორის ასეთივე სლაიდის ჩადგმა ხდება ხოლმე, როდესაც გაქვთ დეჟავიუ. თუ მოასწარით დეჟავიუს მომენტში, აი დააფიქსირეთ, რომ დეჟავიუ გაქვთ, ხო? დააფიქსირეთ და რამოდენიმე წამი დრო გაქვთ, რომ სლაიდი ჩადგათ. მე მაგალითად გირჩევდით, რომ ტვინში ყოველთვის გედოთ ეგ სლაიდი, რა იცით, როდის შეგექმნებათ ეს დეჟავიუ. და რამოდენიმე წამში სლაიდი ჩადგით, თუ მოასწრებთ, აი როგორც ამბობენ ვარსკვლავი რომ მოწყდება და თუ მოასწარის სურვილის ჩაფიქრება შესრულდება, ისე უცილობლად შესრულდება ეს თქვენი სურვილიც, თუნდაც ტრანსერფინგის მატრიცაზე ცოტა მოშორებით იყოს. გააკეთეთ ეს პრაქტიკა, ივარჯიშეთ, მეხუთე, მეშვიდე გაკეთებაზე თქვენ თვითონ მოძებნით, აი აუცილებლად მიხვდებით ამ მდგომარეობას, რომელზედაც მე ვლაპარაკობ. მე გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მშვიდობას, ნახვამდის.